ბავშვებო, ჩვენ სტუმარი გვეწვია. აბა თუ იცნობთ ვინ არის? ეს ამჯერ გვაყვა ყველა კავკასიელისთვის ცნობილი და სასურველი გმირი, ყველა გართობისა და შეჯიბრების სულის ჩაბმელი. აქეთ მოგწონდი და ამშვენეთ ჩვენი თავშეყრა. გამარჯობა ჩემო კარგებო, ვიცოდით რომ იცნობთ. თქვენი სიბეჯის ისა და განსწავლობის ამბავმა ჩემს სოფლს მოახდინა. ჩემს სოფლს კავკასიური ფულება ჰქვია, მე ყველა კავკასიელ ხალხს ვეკუთვნი. ამ ხურჯინით რა და გაქვს? ამაში კავკასიის დარდები მიწვია, დიახ. სწორედ ამ ხარდახშია შემსხეული ეს დარდები. თქვენ ბევრი რამ გისწავლიათ, ხოლო ვიცით ის გამოსავალსაც მოზებნის. მოდით, დავიწყოთ დარდების გასწავლვა. არც ხელს არ იარ მოსულა, საჩუქრები მოგიტანეთ ყველას. ლეგენდაგელი, დიდი ხმიციათ ქსოადროში, ქვეყანაზე საშინელი ქარიშხალია მოვიდა. ქარიშხალმა ძირფასჭერად მოთხარა ხეები. სამდინარეებიდან წყალი ხმელეთზე გადმოითხა და ყველა ცხოველი თავში მარს ეძებდა. ხოლო ერთადერთი მგელი აშოვში ნაგრიგალს. დაჭდა და უშიშრა დაუპირისპირდა. გრიგალმა ტყავი შემოაფრთა და ასისხლიან, მაგრამ ადგილიდან ზურავერ უყოც აღმა გამგელს. ქარიშხალი ჩადგა, სექო მოფწინდა, თითქოს არაფერიც არ მოხდარიყოს. ცხოველები იდნენ გელთან და უთხრეს. გელო, ქარიო ხეებს გრეშდა. სამდინარეებიდან რომ წყალი ხმელეთზე გადმოითხა, შენ ადგილდანაც არ დაწუხარო. დათქმა ჩაფიქრა ცხოველები. თავები ჩაღუნეს და უხმოდ გასწიეს ბუნაგებისაკენ. იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკოპწყრი და ძუნგელი დილით დაგვარქვა სახელები ლომის ღრიალში, თისარწვიები სამუდარში ვძიდნენ დედები, ხოლო მამები გვასწავლდნენ ხართა მოთოყვას. ამ მიწასყლისთვის მამულისთვის გზარდეს დედებმა და განსაცდელში ჩვენ სამშობლოს მტკიცედ დავისავთ. ღვთის თავისუფალ არწივებთან ერთად დავზრდივართ, სიძველეები ღირსეულად აგვიძლევია. ეს გრანიტის და ტყვიასავით გადნება უმალ, ვიდრე ბრძოლაში დავკარგავდეთ კაცურ ღირსებას. უმალ გასკდება დედამიწა მზის სიმხურვალით, ვიდრე მიწაში ჩავიდოდეთ სულ გაყიდულნი. ქეთს არ მოვიხრით არასოდეს არ ვის წინაშე, ჩვენ ერთი გზა გვაქვს სიკვდილია თავისუფლება. ჭრილობებს დების სიმღერებით მოგვიშუშებენ, ხოლო სათფონი აღვანთებენ ისევ საუმრად. ხის ფესვებს დაგვდით შიმშიმა თუ შემოგვიტია, ცვარდამ შევსრულდა წყურვილმა თუ დაგვრია ხელი. იმ ღამეს ვიშვით, როცა ლეკოპწყრი და ძუნგელი. უფალს ჩვენს მეგობრებს ჩვენ ვიწაწყავს ვემსახურებით. გავმაჩას ქისტის სოფელი, არწიის ბუდესავით, სამუარი საცქელა, დიათის უბესავით. აგრემც მოგიკვდეს ჩემი თავი ტყილოვ სამშობლო, განავინ გაწყა შენი ტრთობით, ვინ მოგისურველა. თითები მეწევა ამ დარწე, მარტო ხელი შულებით. უბიხები ეს უელესი კავკასიური ხალხი, საერთოდ გაკა. უბიხურმენა რომელზედაც ადრე ღეროდნენ, ცეკვავდნენ, ეფერებოდნენ და სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს. მკვდარებთა საუბრში გარდაინაცვლნენ. მოდით პატივი მივუგოთ მათ ხსოვნას და გავიხსენოთ ყელწითელა მისი მთავარი გმირი ჩანჩა, რომელიც სტუმარის საკუთარი სიცოცხლის ფასად დაისვა. დღეს ჩემი სტუმარია ეგ, თუმცა ემართო სისხლს, ასე ერთნაირად ფიქრობდნენ ვაჟა-ფშაველა და უბიხური ელწითელას გმირები. ბრძენმა უბიხებმა თავდადებული მას სპინძელი საბოლოო სიკვდილისთვის ვერ გაიმეტა და ცაში მონავარდა ელწითელა ფრინველთაცი. აქ არის ჰაისტანის, ძველი ნაირის ქვეყნის შვილი. აბა რას გვეტყვის? სამოვდა ცადა, სამოვდა მიწა, სამოვდა ზღვა მეწამული, ლერწმიდა იმთება ენებით ცეცხლის, იშვება ყმაი ოქრის თმებით. არტიის ფრთების ზემოდაქვემოთ არის ჩემი სამშობლო. მოგზაურობამ წამართავონა ვერ გავწევ ჩემი ქვეყნის გარეშე, ჩემი და ღესმის ხმა გავიგონა, ხომ არ გამცვალე უცხო მხარეზე, თაზე ავედი მუხონიერი, რომ დაფესტანი ისმენდეს ჩემს ხმას. შემოვიარა ქვეყანა ბევრი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი შენთან სიყვარულს სიტყვით ვერ გამოყვარდავ, ვერც ფიცით მრავალი ითქვა, მე შენოც უტყოდ მიყვართან, რადგან გულში გინახავ იმ ძვირფას სიტყვას, თუ ვინაც არ დაგსამთება შენ სიყვარულზე რაღაც მოყვება. მაგსავს აკლდაებს ხომ მობეზრდებათ იმ ღაღადისის განმეორება, სისხლი და ცნემლი რომ წყავდა მიწა, უხმოშვილები ბურჯებად გედგა, მშობლები ქვეყნის ერთგულთა ფიცად ხანჯლის მრისხანის სიმღერე ჟღერდა. შემდეგაც როცა ბრძოლა წყდებოდა, როცა წყდებოდა მტერი-ტიალი, კვლავ-ერთგულებას გეფიცებოდნენ, უხმოშვილები ცერის სკრიალით, ჩვენ შეისიბნე მუდამ ჭირია, თავდაბლობისა შენ მოგვეწნიჭი, შენ თქვი რომ სიტყვა ცხენზე ძვირია, ცხენის ფასი კი მთიელმა იცის. სიტყვა აზერბაიჯანზე,
რაკი აზერბაიჯანის გოსპასტუა სეცხლის ქვეყანას ნიშნავს, ხოლო ბაქო ქარების სანავარდოს. აბა ვნახოთ, რაც ქვეყნის სესხლისა და ქარების ქვეყნის შვილი თავის სამშობლოზე. ხალხ განიცის ჩემი რომ ხარ, სამკვიდრო და საუფლო ხარ, ჩემი დედა სამშობლო ხარ, სულს რა გახრის გულთან ჯართან, აზერბაიჯან. ხუჯიდან ამოიღებს ნიჟარას, როგორც დარც და ყურთან მიიღებს. დიდო დადო მარგარიტად ქცევა. ნიჟარაში შევალო აფარი თოშები. ზღვის მოვლით ხავიოგებ შენი მონატრების კიბის. ორაიდა ტამ ფეხი ნარნარად ამ სულუქად ორი ორაიდა ფეხი ნარნარად ამ სულუქად ორაიდა უფროსი ყავს ურუზმაგი ორაიდა უმცროსი კი აცამაზი ორი ორაიდა ჩამოვარეთ წრიული სიმდი მჭიდრო სიმდი ორაიდა წუთი სოფელი რა არის აგორებული ქვა არის რა წამს კი დავიბადებით იქვე საფლავი მზა არის სასასოფელში მიხვიდე სულ ყველგან ორი გზა არის შუაში არის ხმელეთი გარშემო დიდი ზღვა არის ყველა ადამის შვილი ვარ თათარი ჩვენი ძმა არის ჩვენსა და სომხებს შუა განყოფილება რა არის თუ ქალი გეტყვის ძობასა ის უკეთესი და არის აგრეთვე გქონდეს გუნება ვით მოწმენდილიცა არის თუ არ იწამებ ამასა მუცლით ნაშობი რა არის რა ხმისაც ეხია ვაკი დარდი შევაბი კარად საჩიონან მოვინე ნარციხის სანახავადა ბევრი გვარეს გარშემო კავერ გასტეხის თავადა მე მეთქეს დრო რომ მოვალის კარგა იყების თავადა ვინ არის რა შეუმჩნევლად მოსულა მე ასეთაც არ წავსულვარ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიყავი დარდების სიჩვაში ისე გაერთეთ რომ მიგავიწყდით ჯეგუაკო მოდი გავეხსენოთ ძველი დრო და ვაჩვერო ჩვენი ძალა ესეც ჩვენი გამოსავალი თქვენ მართლაც დაიმსახურეთ ჩუქრები აჰა ეს ხურჯინი შევსხმუქდა დროებსაც გავუდგე კეთილო კაცო, ამ ნატურის ხეზე ჩვენი ნატურებია ჩამოკიდებული. დაგიკრებთ და წავუღოთ ყველა ჩვენს თანატოლს, რათა აღარასოდეს იყოს ომი კავკასიაში. მართლში დაბით გადადოთ. გზას დაადგეთ და ლარივით ზარი იყოს. წყალს მიადგეთ და ხმა არ იყოს. ლურჯიცა დაკონებდეთ. წანემდელოზე გელოთ. ლურჯფაფლიათ ერთ რაშებზე ისდეთ. ხმით კვეთდეთ ლურჯხუროთ. ჩამოქვეითდეთ და ოქროსი ხვედით. ბარაქიანი ოჯახი გქონდეთ. სახლიდან გასულ სიმდიდრე რომ მოქონდეთ. სახლში მოსული სიმდიდრე სტოვებდეთ. შეგეძიოთ ეს სადღი გრძელო. რკინის სული გქონდეთ, ჯანღონი არ მოკლებოდეთ. იდღე გრძელეთ, გაიხარეთ. ღმერთმა ქნას და ნავერ მოგერიო და სენი ვერ მოგეკაროთ. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის მადლობა ანას და ანას ორ სიტყვას ვიტყვი თვითონ იტყვიან თავიანთ თავზე ჩვენი სტუმრები ანა არის ჩემი ყოფილი მოსწავლე გამორჩეული ძალიან მიჭიერი და ძალიან საინტერესო პიროვნება დღეს ის არის ძალიან კარგი ფსიქოლოგი და მოვიდა თქვენთან რათა
ჩვენი ეგრეთ წოდებული საიდუმლო წერილების პასუხები მოგცეთ და რაც მთავარი მოძღვარი აქ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კვირვადღე არის წირვა ტაძრებში იცით და მოიცალა მოვიდა ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. და ასეთი წესია, ტრადიცია უკვე საკვირაო სკოლაში, რომ ბავშვები რომ მოდიან თავიანთ ტკივილზე, სიხარულზე, განცდაზე, თუ რაზე ფიქრობენ, რის პასუხი უნდათ გაიგონ უფროსებისგან, განსაკუთრებით მოძღვისგან თუ ფსიქოლოგისგან თუ მასწავლებლებისგან, წერენ ხოლმე. ეს საიდუმლო წერილები, ნამდვილად იქ არ არის საჭირო მიწერა სახელის, თვალის, თავარია პრობლემა ეწეროს და ჩვენ ვცდილობთ პასუხი გავცეთ. ესე იგი, ერთმანეთსაც შეუძლიათ ურჩიოთ რამე და თუ რაღაც არის, რომელიც არ არის საიდუმლო, ან შენთვის არ წარმოედგენდით, შეგიძლია ამაზე ხმამაღლა თქვა, შეგიძლიათ დაუსვათ ამ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა, ახლა გადმოგცემ თქვენთან. შეიძლება მე ძვირი სიტყვით გეტყვით, გუშინ თამრიკომ გადმომცა თქვენი წერილები და ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება ამ წერილების წაკითხვის, იმიტომ რომ თქვენ მსჯელობთ ძალიან საინტერესო. თქვენ მსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის მეგობრობა, სიყვარული, მეორე ნახევრის პოვნა, გაზიარება, განცდების, მეგობართან ნამდვილი მეგობრის პოვნა, ასევე ზოგიერთი თქვენგანი ეხება აგვისტოს ომს, რუსეთ საქართველოს შორის განიცდით ამას ძალიან მტკივნეულად, ძალიან კარგად ასწორებთ და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ესე გიწევთ წერილების წერა, თქვენ ხართ პირველ რიგში საკუთარ თავთან მართლები. თქვენ თითქოს აღსარებას ამბობთ, თქვენ განცდას, ტკივილებს, ემოციებს დებთ ამ ერთგვერდზე. ასევე ისეთ კინო საკითხებზეც ეხებოდით ზოგიერთი თქვენგანი, როგორც არის ოჯახში დაძაბულობა, არაჰარმონიული სიტუაცია. თქვენ წერდით, რომ ლოცვლობ ილედრებით უფალს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ თქვენ ერთი რამე მინდა რომ იცოდეთ და გაითავისოთ, რომ ეს დაძაბული სიტუაცია ოჯახში შეიძლება იყოს პირობითი, ანუ თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენთვის შეიმეცნოთ ყველაზე მეტად ის, რომ თქვენ მშობლებს ყველაზე ძალიან უყვართ ხართ, თქვენ დედას ყველაზე ძალიან უყვართ ხართ, თქვენ მამას, რომელმაც თქვენ სიცოცხლე გაჩუქათ. შეიძლება რაღაც გვერდითი პრობლემები იყოს, რომელსაც თქვენ ესწრებით უბრალოდ და ეს თქვენ თვითონ უნდა შეძლოთ, რომ დაივიწყოთ. ასევე რაც ყველაზე მთავარი არის, ბევრი თქვენგანი საუბრობდა სწავლაზე, სწავლის დაზარებაზე, რომ არ გსიამოვნებთ რაიმეს წაკითხვა, არ გინდათ ჩაუხრმავდეთ ამა თუ იმ რაიმე ამოცანა თუ მაგალითი. ეს სწავლა თქვენთვის უნდა იყოს როგორც გასართობი, ანუ უნდა გსიამოვნებდეთ ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ამაში უნდა ჩადოთ თქვენი ესე ვთქვათ, ყველაფერი. უნდა იზრდებოდეთ ყოველდღიურად თქვენ თავს უნდა დაუსვათ კითხვა, თუ აი მე დღეს რა შევმატე ჩემ თავს, რითი გავიზარდეთ, სულიერად იქნება ეს თუ გონებრივად. ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი იკითხოთ, ბევრ ლიტერატურას გაეცნოთ, ფართოდ იაზრონოთ და თქვენ თვითონ დაალაგოთ თქვენ თავთან კითხვებზე პასუხი, თუ რატომ არის, რატომ ხდება ესე და რატო არა ესე. მე მახსენდებოდა ეს ამ წერილებს რომ ვკითხულობდი, ჩემი საკუთარი თავი, როდესაც აი პიროვნების ძიებაში ხარ შენი საკუთარი თავის, როცა არ იცი, როდესაც აი ცხოვრება შენ თვალწინ იშლება და ბევრ რაღაცაზე გული ტკივა, მეგობარზე გული გისრულდება, ზოგჯერ შეიძლება მშობელზე თითქოს მარტო ჩდები, მარტო ხარ, არავინ გარშემო არ ყავს, მაგრამ ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის პირველ რიგში თქვენ თავს უნდა დაეხმაროთ, რაც უფრო განათლებული იქნებით, რაც უფრო სულიერად გაიზრდებით, მით უფრო იპოვით თქვენს თავს.
მე ერთ-ერთი მტკივნეული წერილი, რომელიც იყო ერთ-ერთი თქვენგანი წერდა, რომ მამის მკვლელობას თავის მოკვლას ძალიან განიცდის, ყოველ ღამე წერს წერილებს და იმედი აქვს, რომ მას შეხვდება, ნახავს, მისი სულისთვის ლოცულობს და ესეთი ერთ-ერთი მტკივნეული წერილი იყო ერთ-ერთი თქვენგანის. მე მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ გარდაცვალება და ზოგადად მონატრება იმ ადამიანის, რომელიც გვაკლია და ჩვენი ძალიან ახლობელია, მამაოს გადავცე სიტყვას და მამა დაგოლაპარაკება ამ ერთ-ერთ საკითხზე. დანარჩენი თქვენ რამე კითხვები თუ გექნებათ, შეგვიძლია მოგმართოთ. მიკროფონის გარეშე, არ მინდა მიკროფონი, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში ყველას. პირველ რიგში რო არ დავიწყოთ ესეთი რთული საკითხით, როგორც არის გარდაცვალება, ამ წუთის სოფლის დატოვება და მარადისობაში გადასვლა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი თქვენნაირ ახალ თაობაზე უნდა დაფუძნდეს ქვეყნის ამხშენებლობა და თქვენ ხართ მომავალი ამ ქვეყნის სტაბილურობისა, განვითარებისა და კეთილდღეობისა. ამიტომ ის წერილები თქვენ რასაც აი ანამ ახსენა, როგორც განიხილავთ სწავლის მიმართულებებს, განიხილავთ თქვენს ემოციებს ყოველდღიურობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გულისხმობს თავის თავში იმას, რომ თქვენ ფიქრობთ, აზროვნებთ და მომავლის ხედვა გაგაჩნიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისევ თქვენთვის და ჩვენ როგორც ცოტათი მოზრდილები თქვენთან შედარებით, ამით ვართ ბედნიერები, რომ თქვენ ხართ გარკვეული მიზანდასახულობა უკვე გაგაჩნიათ, როგორ უნდა წარმართოთ თქვენი ცხოვრება. რაც შეეხება გარდაცვალებას, ეს არის წუთით დატოვება, განშორება. თვითონ სიტყვა წუთის სოფელი რას ნიშნავს? ესე იგი წამიერი აქავრობა და ჩვენ არ ვიცით, როდის ვტოვებთ აი ამ სამყაროს. მაგრამ ის, რომ ადამიანი ჩვენ სირგვლივ არის დღეს და ხვალ შეიძლება არ იყოს, ეს სრულად არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ და სამუდამოდ გაქრა. ერთ-ერთი წმინდა მამა ესე აღნიშნავს ამ ფაქტს, რომ გარდაცვალება არის მომენტი, დაახლოებით ისეთივე, როგორც შესაძლებელი არის ჩვენ საუკეთესო მეგობარს ერთი წამით დავემშვიდობოთ და ისევ მასთან სურვილისამებ და დროის მიხედვით შევხვდეთ მას. ანუ რას გულისხმობს წმინდა მამაში? ჩვენ როცა აი ეს ზეცას აქვს თავისი დროის ათვლა, აი ზეციურ სამყაროს და აი იქავრი ერთი წამი, ერთი წუთი შეიძლება ჩვენთვის აი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, გაიწელოს რაღაც უსასრულოდ, მაგრამ აღმოჩნდება, როცა ჩვენ 100 წლის მერე გავართ, თურმე წყვეტა ყოფილა დაახლოებით 1 წამიანი და ისევ ერთად ვიქნებით. ანუ სული არ კვდება. ჩვენ როცა ტოვებთ ამ სამყაროს და მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს თავისი წამსის მდგომარეობით, რომ ჩვენ ამ წუთის სოფელს ტოვებთ მარადიული საცხოვრისში გადასვლით, ანუ მარადილობაში გადასვლით. სიკვდილი მცნება არასწორია. სიკვდილის მომენტს განიცდის ცხოველები. ცხოველებს გააჩნიათ დროებითი სული. ანუ ის მოვიდა, შეასრულა გარკვეული ვალდებულება, რაც მასზე არის დაკისრებული და ის როგორც კი მოკვდება, იქვე ამთავრებს ყველაფერს. ადამიანების შემთხვევაში კი სხვანაირადაა. ბიბლია თუ წაგიკითხავთ, შესაქმნის თავში წერია, უფალმა როგორ ქნა ადამიანი მიწისაგან და რა მისცა მას თავისი წმინდა სული, შთაბერა წმინდა სული. ანუ გარდაცვალების შემდეგ სხეული, რომელიც მიწისგანაა შემდგარი, უბრუნდება თავის პირველ საწყის მიწას და სული ვინც მოუცა, მიდის ისევ მას, ანუ ღმერთთან, მარადილობაში. ანუ ჩვენ ცხოვრობთ ყველანი წუთის სოფელში, როგორც წინა საგამოსტო პერიოდში. ხო გქონიათ გამოსტები თუ ჯერ არ? აი წინა საგამოსტო პერიოდი გვაქვს და ყველა ვემზადებით იმისთვის, რომ გამოსტაზე მივიღოთ უმაღლესი კულა და გადავიდეთ შემდეგ სამყაროში. ეს ცხოვრებაც ესეთივე გამოცდა. დღეს თუ ჩვენ არ ვიცხოვრებთ კეთილად, ნაყოფი ხვალისა იქნება ძალიან. დღეს თუ ვიცხოვრებთ ჩვენ კეთილად, ნაყოფი ხვალისა იქნება კეთილი.
ამიტომ არაფერი ამთავრდება, არაფერი არ სრულდება, ყველაფერს აქვს საწყისი და კიდევ უფრო დიდი გაგრძელება. თუ კითხვები გაქვთ კიდე, შემიძლია გიპასუხოთ. ანუ რაც შეეხება ადამიანის გარდაცვალებას, ჩვენ ვიცით რომ ანუ მიდიან სასუფეველში, სადაც ხდება მათი განსჯა. და სასუფეველში არ ხდება განსჯა. ანუ სასუფეველში არა, სასუფეველამდე. და ანუ როგორც საბოთხეში შეიძლება წავიდეს ადამიანი, გააჩნია აქ როგორი წყობა და შეიძლება ჯოჯოხეთში წავიდეს. და ანუ როგორ ანუ ჩვენ ვიცით რომ ახსენებით უნდა მოვინანიოთ ცოდვები და უნდა შევეცადოთ რომ აღარ გავაკეთოთ ეს ცოდვები. და რასაც ახსარებაში ვერ ამბობ, ანუ სირცხვილის გზნობა რასაც გაწყობს, აი ეს როგორ უნდა მოინანიოთ. მოდი, მაშინ ვთქვათ ესე, ახსარება რისთვისაც დაწესება ეკლესიაში. წმინდა 60 ქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში რისთვისა ახსარება დაწესება. ჩვენ ხო გჯერა იმისი რომ უფალმა თითეული ჩვენთაგანის ფიქრი, გულის თქმა, თითეული ჯი უკეთ უწყეს. რასაც ჩვენ ჩავდივართ. ანუ რა გამოდის? როგორი გურცფელობა გაგვაჩნია ჩვენ მამასთან, როგორ ვაღიარებთ მას, როგორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ ამა თუ იმ ცოდვას და რომ ჩვენ ამას გურცფელად ნანავთ. თორემ უფალმა ისეც იცის. თქვენ რა გგონიათ მოძღვარს გაუკვირდება რაიმე თქვენგან? იმას იმდენია გაგონილიც, მოსმენილიც და ნანახიც, თქვენგან არაფერი არ უკვირს. წმინდა წერილში წერია რომ ყოველი კაცი ცრუ არს. ჩვენ ვიცით რომ ადამიანები ცდებიან და ხშირად ცრუობენ იმის გამო რომ საკუთარი თავი დაფარო. მაგრამ არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს. ყველა ცოდვა მაინც განცხადდება, ადრე თუ ქვია და ჯობია რომ ადამიანმა მე მაგალითად უფრო დიდ პატივს ვსცემ ადამიანებს, რომლებიც გურცფელად მეუბნებიან რაღაც საკითხს. თუმცა რომ გითხრა რომ არ მითხრას და ვერ გზნობ, ესეც არ არის. მოძღვრები ამას გრძნობენ. თქვენი ცხოვრების წესს გრძნობენ. ამიტომ პირიქით, მაგალითად მე მეგობარი, უმცროსი უფროსი მეგობარი, სულიერი შვილი, სულიერი და, სულიერი ძმა, უფრო მეტი პატივისცემით ვარ განწყობილი მაგდამი, ვინც უფრო გურცხველია და არაფერს არ მიყვარს. ეს ნიშნავს ნდობას. ადამიანი თუ მენდობა, როგორ შეიძლება იმას უფრო მეტი ღირსება, უფრო მეტი პატივი არ მიყვარს. თქვენ ამით უფრო მეტი ღირსება შეიძენთ, უფრო მეტი პატივი შეიძენთ. უფლის თვალშიც უფრო მეტი იქნებით. უფალი სწორედ აი ესეთ ცოდვებზე მოგთხოვს სამჯავროზე პასუხს, რომელიც დაომალეთ და ეს სწორედ ის სიტყვები არ არის დამალული, რომელიც არა განცხადდეს, დაპალული, რომელიც არა განცხადდეს, სწორედ რომ უფალთან აი სამჯავროზე განცხადდება. და იქ უკვე ჩვენ აღარ გვექნება საშუალება სინანულისა და გამოსწორებისა. აქ არ ჯობია ვთქვათ, მივიღოთ რჩევა და რჩევა გავითვალისწინოთ. ახსარების ჩაბარება ერთია. მეორე არის როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას. როგორ ვცდილობთ რომ გამოვსწორდეთ, როგორ განვიცდით. ახსარება ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შენი გურცფელობის გადამოწმება, თუ რამდენად გურცფელი ხარ უფალთან ურთიერთობაში და როგორ განიცდი ამა თუ იმ საკითხს. შემდგომი ქმედება აუცილებლად არის როგორ ვცდილობთ საკუთარი თავის გამოსწორებას. კიდე აბა თუ გაქვთ შეკითხვა? არა გაქვთ. თუმცა სახარებაში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები რაც არის და თქვენ გეხებათ და რაც გაქვთ არ უნდა დაკარგოთ, ეს არის როცა უფალი პატარა ყრმას დაისვამს მუხზე და მოციქულებს ეუბნება. ემსგავსეთ ამ ყრმას და სასუფეველს დაიმკვიდრებთ. უნდა იყოთ გურცველები როგორც ეხლა ხარ. ეს გურცველობა უნდა შეინარჩუნოთ. ეს სიწმინდე უნდა შეინარჩუნოთ, ეს სისუფთავე უნდა შეინარჩუნოთ. და თქვენ წირ სიკეთეს უნდა ემსახუროთ. აი ანამ აღნიშნა რომ თქვენი წერილები არის ძალიან ღრმა აზროვნების, ღრმა ფიქრის ნაყოფი და აი ამ ღრმა ფიქრში ყველაზე მთავარი საწყისი უნდა იყოს სიკეთე. მოყვას მსახურება. უფალს თუ გინდათ ემსახუროთ, პირველ რიგში ერთმანეთს უნდა ემსახუროთ. ერთმანეთს უნდა მისცეთ მეტი სითბო, მეტი სიყვარული, მეტი კეთილი განწყობა. ამით თქვენ უფალს ემსახურებთ. უფალი უხილავია, ვიცით. ჩვენ როგორ ვგზნობთ უფალს?
განცდებით, ლოცვით, კი ბატონო, საუბრის დროს უფალთან საუბრობთ. თქვენ უფრო მეტად მეგობრებთან საუბრობთ თუ უფალთან? უფალთან. ეს კარგია. ჭორაობას, აი მე დიდებს ვეუბნები თქვენგან განსხვავებით, დიდებს აქვთ ხასიათში გადასული ჭორაობა და ნაკლები საუბარი ღმერთთან. ამიტომ დიდებს უფრო მოუწოდებ, რომ მეტი ისაუბრონ უფალთან და ნაკლები იჭორაონ და ნაკლებად განიკითხონ ადამიანები და განსაჭრა. ამიტომ ეს უნდა შეინარჩუნოთ. ეს მდგომარეობა. პირველ რიგში ერთმანეთს ემსახურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ თქვენ ერთმანეთს გააძლიერებთ, ერთმანეთს ემსახურებით, ყველაფერი იქნება კარგად. თუ თქვენ ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოხვალთ დროთა განმავლობაში და თქვენი აზრები განიყოფა და სხვა მიმართულებით წახვალთ, ეს მიმართულება თქვენ აუცილებლად უფრო შავ მხარეს დაგაყენებთ, ბნელ მხარეს, ვიდრე ნათელ მხარეს. ნათელ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც თავისი აზრით, თავისი არსით ემსახურებიან უფალს, მოყვას, სიკეთეს და სიყვარულს. ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი არის და უნდა ეცადოთ, რომ ესე იცხოვროთ. მე მჯერა, რომ თქვენ ესეთები იქნებით და ხართ უკვე. მე მინდა ბოლო 10 წუთი გვაქვს დარჩენილი და ბოლოს ვისაუბროთ ერთ-ერთი საკითხი იყო, თითქმის ყველას ხაზგასმით გეწერათ წერილში სიყვარულზე, ამ ცნებაზე. თქვენ წერთ დედის მიმართ სიყვარულზე. ერთ-ერთი თქვენგანი წერს, რომ ნახა მეორე ნახევარი ძალიან ბედნიერია, დილით ადგომა მიხარია, თავფრინავისით ბედნიერი ვარ, ამ განცდას ისე აღწერს, რომ ძალიან ლამაზი წასაკითხი იყო. მეორე წერს დაძმის სიყვარულზე, მონატრებაზე, ამ განცდებს ისე ლამაზად გადმოცემ. მე მინდა რომ ზოგადად ამ ცნებაზე, სიყვარულზე, თუ ეს არ გაქვს განცდილი, რა არის, ალბათ ვერც ილაპარაკებ. არ გულისხმობ ამ შემთხვევაში საპირისპირო სქესის მიმართ სიყვარულს, ქალვაჟის სიყვარულს. სიყვარული ზოგადად ცნება, სიყვარული გვაკეთებინებს ყველაფერს, სიყვარულით ჩვენ ცხოვრობთ, რაც უფრო სავსე არის ამ გრძნობით ადამიანი, მით უფრო კარგად აკეთებს ყველაფერს, მით უფრო კეთილი არის, მით უფრო რეალიზებული არის. და ამ კუთხითაც მამაო თქვენ რო გითხრათ სიყვარულის ცნება ზოგადად და ამის დავასრულოთ ჩვენი საუბრები ბავშვებთან ესე ვთქვათ კარგი ნოტაში სიყვარულის სიყვარული აგვამაღლებს. სიყვარული ადამიანს ამაღლებს იმ გაცემული ბუნებისა, რაც ადამიანში გარკვეულ ნაწილს აქვს. ანუ ჩვენში არის აღდგომის და დაცემის პერიოდი ადამიანებში. აი იმ დაცემულობისაგან, რომელიც თითოეულ ადამიანს ხოდად გახდებს, ეს გენეტიკურად, ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია ავმაღლეთ იმ ბუნებიდან, რომელ ბუნებასაც უნდა გავცდეთ ხშირ შემთხვევაში, რომ ვიყოთ უფრო სუფთა, უფრო გულწრფელები, უფრო ზნე ამაღლებულები და ღირსეულები. რას გულისხმობს? უფალია თვითონ სიყვარული. აი ივანე ღვთისმეტყველი ესე ამბობს, რომ მერთიო სიყვარული არის. მერთია სიყვარული. აი ნახეთ თქვენ ხართ თითოეული თქვენთაგანი სიყვარული ხართ. აი ამ სიყვარულის ნაყოფი ხართ. ქალ-ვაჟური სიყვარული დღეს, აი თქვენ პატარები ხართ ჯერ კიდე ამასთან ამაზე სასაუბროთ თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ქალ-ვაჟების სიყვარულზე. იმდენად ფერდაკარგულად გაწვდიან დღეს თქვენ აი პატარა ბავშვებს ტელეეკრანებიდან, რომ ეს ცოტა უფრო სახეცვლილი სიყვარულია, რომელსაც სიყვარულსაც ვერ უწევთ. აი სიყვარული არის რომ მეფესო მონა დაგწევსო და მონას მეფე დაგწევსო. აი ეს ძალა ეს ძალა არის ღმერთი. აი ნახეთ ივანე ღვთისმეტყველი რატომ ამბობს რომ სიყვარულია ძალა. აი სიყვარული ადამიანს საოცარ ძალას წენს, სასწაულის ძალას წენს, შეუძლებლის შესაძლებლობებს წენს. ეს არის სიყვარული, სიყვარული რომელიც აი თქვენ რო ესე ხართ ერთმანეთთან თქვენში თუ სიყვარული არის, აი მაგალითად მოყვასია აი ჩვენი მეგობარი. მარტო ურთიერთობით ვერ შემოიფარებთ. ურთიერთობებს მოაქვს სიყვარული და ეს სიყვარული ამტკიცებს შემდგომ ურთიერთობებს. მეგობრებს შორის, აი თქვენ შორის, ერთმანეთს შორის,
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს გულწრფელი სიყვარული მისცე და გულწრფელად ემსახურო. და სიყვარული, აი ჭეშმარიტ სიყვარულსაც შეიძენთ, მივხვდებით, რომ რაღაც განუსაზღვრელი დიდი ბუშტი გადაგეყლაპავთ და ვერ იტევთ ამას. და აი დიდები გახდით თულზე. სამყაროზე დიდი ხდებით. ამას იგრძნობ თავის დროზე, რასაც სხვა სიყვარული ქვია, მაგრამ უნდა გიყვარდეთ მშობლები, ეს მცნება, პატივისცემა ამას და დედას და უნდა გიყვარდეს მოყვას. მშობელთა სიყვარული და მოყვასის სიყვარული ღვთაებრივი სიყვარულია თქვენ სასახლეში. მეგობრებზე ნუ საუბარი მოყვასია. უნდა გიყვარდეთ. მერთმა დაგვეცოთ, სიკეთე მოგცეთ, მოგცეთ ძალა სიყვარულისა, ამას განსაკუთრებული ძალა სჭირდება და იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. ოღონდ ვიფიქრეთ, თუ ცუდები ხართ, არ უნდა იყოთ. მაგრამ მგონი ცუდები არა ხართ, კარგები ხართ და იყავით ისეთი კარგები, როგორებიც ეხლა ხართ. არ დაკარგოთ გულწრფელობა, იყავით უფროსების, რჩევის გამთვალისწინებლები და იცხოვრეთ ჭეშმარიტების გზით. ეს გადაგარჩა. თქვენ იქნებით აღური იმ სახელმწიფოს მშენებლობისა, რომელსაც ყველა ერთად უნდა ვაშენოთ. ისევ გონიერ ერთი სამშობლოს. აი ესეთი ბავშვები უნდა იყოს. თქვენი იმედი მაქვს, რომ მე რომ მოვხუცდები, თქვენ ტელეეკრანებიდან ჩვენს დაგვარიგებთ როგორც დიდი პიროვნები. და ისე ქუჩაში ჩევხდებით. და არ იჯდებით მარტო ჯიპებზე და ხელს შორიდან არ დაგვიქნებთ. ძალიან დიდი მადლობა გვაპატიეთ, რომ ასეთი მოკლე რეჟიმია სკოლის ისეთი, რომ დროზე ვიწყებ ყავთან, ცოტა სხვა რეჟიმში უნდა მოგვეწვია, სიმართლე გითხრათ, თქვენ არ გელოდებოდით დღეს და ძალიან დიდი სიურპრიზია რომ მობძანდით. ჩვენ უფრო ანას და ანას უფრო მეც გავუკეთებთ, რა თქმა უნდა, ვიდრე თქვენ და გვაპატიეთ, რომ ასეთი ისა, მაგრამ სხვა გაკვეთილი იწყება უკვე და თავისად არ დამავიწყეთ, მე როცა მოვდიოდი 2012 წელს შეხედა, ყოველ უნდა წამოსულიყავი და მითხრა სადმე ხარ და ესე ბავშვებთან მივდივართ ხო და ესეთი რამე დამაბარა, რომ ისინი ამ ქვეყნიდანვე არიან ნაწილი ღვთაებრივი სიყვარულისა და სასუფეველისა. ალა ვიცი. კი, არა. თვითონ და აგე ასათი მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, არც სახელი, არც გვარი მოვიდარი. თავარია პრობლემა. აი იქ მივიდეთ, რომ იქ ჩავაგდოთ. მივიდეთ ქორია. მოგენ ყველა როცა ნახა. ავანთოთ, მაგრამ ვერ კიდევ. ალონა, აჰა. მოდით აბა. ერთი მეორეს. აჰა. ასე დაიწყოს ყველა ჩვენი დარდი და აჭირვება და წავიდეს შორს ჩვენგან. და განხრეს. ეს ჩვენი ხოლმე სიყვარული. თუ რამე პრობლემა შეგვიძლია შეიძლება გადააგდეთ ჩა